მმართველი პარტიისათვის. თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი იმართება. მთაწმინდის პარკში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში 113 ბრენდის და 100 ოჯახური მარნის ღვინო წარმოადგინეს. ფესტივალის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და თბილისის მერი დაეცნენ. შესრულდა ქვევრის გახსნის სიმბოლური რიტუალიც. მოგესალმებით, ჩვენი ფესტივალი ტრადიციულად მაისის მეორე შაბათს ტარდება ხოლმე, არც წელს დავარღვიეთ ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა. ყოველწლიურად იზრდება, რა თქმა უნდა, მონაწილეთა რაოდენობა და წელსაც ასე არის. 113 კომპანია მონაწილეობს, უკრავს ბენდი, გარდა ამისა ხონის სასულე ორკესტრი, გვაქვს მრავალფეროვანი ხალხური სიმღერების პროგრამა. საკმაოდ ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ ჩამოიყვანა სპეციალურად ტურისტები ამ ღონისძიებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, გაეცნონ ღვინის კულტურას, ნახონ როგორ იხსნება ქართული ქვევრი და საერთოდ როგორია ქვევრის ღვინო, რითგან სხდება ის სხვა ღვინოებისგან. და მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი ტრადიციულად მას იძულებს ამ ტიპის ღონისძიებებს, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი ესვევა იმას, რომ ჩვენი დედაქალაქი რეალურად სოფლიო ღვინის დედაქალაქია. თითეული სოფელი არის განსაკუთრებული, თითეული ხლუპი და თითეული ღვინის რაღაცა წვეთიც კი. ამიტომ ეს საქართველოს მომავალია, ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავარქვა თავის სახელი და რის გამოც უნდა ვიშრომოთ მუხ ჩაუხრელად, იმიტომ რომ ქართული ღვინო ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ბრწყინვალე რამ, რომელიც კი შეუქმნია ადამიანს თავისი არსებობის მანძილზე და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, რომ ამით დავიმკვიდროთ ჩვენს კულტურაში და მსოფლიო კულტურაში ჩვენ თავი.